ბატონ გოგა, როგორც ვიცით, თქვენ გარიგება ორის წინააღმდეგ უნდა გააკეთოთ დღეს განცხადება. კონკრეტულად რა ჩივილი გაქვთ, ასე ვთქვათ, ფილმის მისამართით? დიდი მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. მადლობთ და მადლობას გიხდით გამოჩენილი ყურადღებისთვის, იმიტომ რომ ეს ძალიან მტკივნეული თემა პირადად ჩემთვის და მე ვფიქრობ, რომ საერთოდ სამსახიობო ჯგუფისთვის, მთლიანად საქართველოში მსგავსი პრეცედენტები ალბათ ბევრი არსებობს და მე იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დაუსვავს მსგავსი სახის გარკვეულწილად პროვოკაციებს. ცოტა ხმამაღალ განცხადებად თუ არ ჩამეთვლით, ძალიან ბევრი ჟურნალისტი დამიკავშირდა და მითხრა თქვენი საჩივრის თაობაზე ბატონო გოგა, თქვენი მე საჩივლელი ამ შემთხვევაში არაფერი მაქვს და არც ვჩივი, ეს მერწმუნედ აბსოლუტურად განსხვავებული თემაა. უბრალოდ ვაყენებ საკითხს ასეთი ფორმით. როდესაც საქართველოში არსებობენ ვაი პროდიუსერები და ხაზგასმით ვამბობ, რომლებიც იბრალებენ, რომ ისინი არიან ამა თუ იმ შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელი და პროდიუსერი, მე ვფიქრობ, მათ პროფესიული მიდგომა უფრო მაღალ ხარისხში უნდა ქონდეთ, ასე ვთქვათ, აყვანილი და შესაბამისად პასუხისმგებლები უნდა იყვნენ საკუთარ საქციელზე, როგორც შემოქმედებით ჯგუფებთან, ისე, რა თქმა უნდა, იმ საპროდიუსერო თემებთან, რომელსაც ის ეხება. საქმე ეხება სწორედ გარიგება ორს, რომელ ფილმთანაც აბსოლუტურად არანაირი შეხება არ მინდა მქონდეს და ამას ვაფიქსირებ თქვენი დახმარებით, მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც სოციალურ ქსელში ძალიან ბევრს მწერენ ამასთან დაკავშირებით, არის გარკვეულწილად დიდი აჟიოტაჟი შექმნილი ფილმის გამოსვლის დღიდანვე, თუმცა ეს ვაი პროდიუსერი მე მანამდე მყავდა გაფრთხილებული, რომ ფილმთან გოგა პიპინაშვილს და მის სამსახიობო, ასე ვთქვათ, კარიერას არანაირი შეხება არ უნდა ქონოდა და ამის პირობა ბატონი ბეჟიტაშვილისგან მე მიღებული მაქვს, მაგრამ როგორც მას მე ხმამაღლა ვაბრალებ, რომ ის არის ვაი პროდიუსერი და არა პროდიუსერი, რომელსაც შეუძლია მაღალი ხარისხის მხატვრული ღირებულების ფილმის შექმნა, გადაღება და ასე ვთქვათ, მოვლა, გაფრთხილებული მყავდა, რომ არანაირი შეხება ჩემი ამ ფილმთან არ უნდა ყოფილიყო. ფილმის გადაღების დაწყებისთანავე. და შემდეგ მითქმა, მოთქმა იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე მე და ზაზა კოლელიშვილს გვაქვს უთანხმოება, თურმე ვერ შევთანხმდით თანხაზე, თურმე ვერ შევთანხმდით რაღაც სხვა ესეთი საჭორაო თემებზე, ეს არის ტყუილი, არ შეესაბამება სიმართლეს და შესაბამისად მინდა გითხრათ, რომ ბეჟიტაშვილის ასე ვთქვათ, ქმედება ეხლა უფრო გავს იმ ავანტიურას, სადაც უნდა თავისი მოქმედებით პრაქტიკულად ჩემსა და ზაზა კოლელიშვილს შორის, ჩემს მეგობარს შორის ჩამოვარდეს უთანხმოება, გარკვეულწილად უთანხმოება. თუმცა მე ამაზე ხელის მომწერი ნამდვილად არ ვარ. ერთი რამ არის, რომ მოთხოვნა, რომელიც მე დავაყენე კონკრეტულად ამ ფილმის მიმართ, არის ერთი ასეთი, რომ ფილმში არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს ჩემი ფოტო, რომელიც არის გამოყენებული. ამიტომ ჩემი მოთხოვნა იყო, რომ ამოეღოთ ეს ამ ფილმიდან. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არანაირი შეხება მე ამ ფილმთან არ მქონოდა. რაც შეეხება ფილმის გამოსვლამდე დაწყებულ PR კომპანიას, რომელიც თვითონ დავით ბეჟიტაშვილს ჰქონდა ჩატარებული, მინდა გითხრათ, რომ შეიქმნა მოლოდინი, რომ მიტოს როლის შემსრულებელი ისევ გოგა პიპინაშვილი იქნებოდა, თუმცა ისიც ხაზგასმით აღნიშნავს და მე ვეთანხმები ამ მოსაზრებას, რომ არსად არ თქმულა, რომ გოგა პიპინაშვილი ან თამაშობს, ან ხსენებულ ვარ სადმე რომელიმე გადაცემაში, მაგრამ პრაქტიკულად, როდესაც ნაჩვენები იყო ამა თუ იმ გადაცემაში ჩემი პირველი ფილმის კადრები და პარალელურად დასმული იყო კითხვა, სად არის მიტო, თვითონ მიტოს როლის შემსრულებელიც და ბატონი ბეჟიტაშვილიც პასუხობდნენ,
რომ მობრძანდებით პრემიერაზე, თქვენ თვითონ დარწმუნდებით, სადაც არის. ანუ ეს პრაქტიკულად არის ავანტურა და არა პიარი. მე ხაზგასმით ვამბობ ამას. რატომ? იმიტომ რომ შეიქმნა კონკრეტული მოლოდინი, იციან რა რომ მე პირველ ფილმში ვთამაშობდი და მაყურებლის განწყობა პირდაპირ გადავიდა იმაზე რომ მე ვიქნებოდი ასევე მომდევნო ფილმშიც. თუმცა თამამად შეეძლოთ ფილმის მთავარი როლის შემსრულებელსაც და პროდიუსერსაც იქვე აეხსნათ რომ მე ამ ფილმში არანაირ მონაწილეობას არ ვიღებდი, რასაც თავის ინტერვიუში აღნიშნავს და ამბობს რომ ჯეიმს ბონდს თამაშობს თურმე 15 მსახიობი და ასე შემდეგ, იქვე შემიძლია გითხრათ რომ ნებისმიერი მომდევნო მსახიობის ნათამაშე, რომელთანაც პრეტენზია მე ნამდვილად არ მაქვს და მის შემოქმედებით ხარისხთან, თუმცა სუბიექტური ჩემი მოსაზრება შემიძლია დავაფიქსირო და ამისი ყველანაირი მორალური და კონსტიტუციური რაღაც გნებავთ, უფლება მაქვს გამოვხატოთ ჩემი აზრი კონკრეტულად აი ამ შედევრის მიმართ, რაც გუშინაც იხილა მაყურებელმა, ჩემი ფოტოთი ასე ვთქვათ, გალამაზებული. მინდა გითხრათ, რომ არც ერთ მომდევნო ნათამაშებ ასე ვთქვათ, მსახიობის ფილმში, მე ჯეიმს ბონდს გულისხმობ ამ შემთხვევაში, წინამორბედი მსახიობის ფოტოები და ფოტოგალერეა არ არის გამოყენებული. თუ ბატონ ბეჟიტაშვილს ეს, ასე ვთქვათ, არ მიაყენებს პრაქტიკულად ზიანს, რა თქმა უნდა, ჩემი მოთხოვნად რჩება ძალაში, რომ კატეგორიული თან ხაზგასმით ვამბობ, რომ ამოიღონ ფილმიდან ჩემი კადრები და ჩემმა მაყურებელმა იცოდეს იმის შესახებ, რომ იმთავითვე ფილმის დაწყებისთანავე, ვიდრე დაიწყებოდა, ასე ვთქვათ, ფილმზე მუშაობა, მე კატეგორიულად განვაცხადე უარი ამ ფილმში მონაწილეობაზე. რა იყო მიზეზი, შემიძლია ესეც გითხრათ. მიზეზი იყო ჩემთვის უსუსური სცენარი, რომელიც აბსოლუტურად არ ეხებოდა მიტოს და მაროს ისტორიას და იყო რაღაც თითიდან გამოწვეული, რომელიც ჩემთვის იყო მიუღებელი. ესეც მხოლოდ იქიდან გამომდინარე, ვაფიქსირებ ამ პოზიციას, რომ თვითონ ფილმმა გარიგებამ, რომელსაც მე მონაწილეობდი, არა მარტო ზაზა კოლელიშვილს, ჩემს მეგობარს, ჩემი ინსტიტუტის მეგობარს და ჩემს ხაზგასმით შემიძლია ვთქვა ძმაკაცს, არა მარტო მას მოუტანა რაღაც გარკვეული, ასე ვთქვათ, წარმატება, არამედ მეც მასთან ერთად. იმიტომ რომ ეს იყო კარგად შეკრული შემოქმედებითი ჯგუფი და ძალიან დიდი სიამოვნებით ვიმუშავე ამ ფილმზე. ამის შემდეგ გავიდა 15 წელი და სიმართლე გითხრათ, ცოტა მწყინდა კიდეც, როდესაც კორესპონდენტები 15 წლის შემდეგ ისევ გარიგებას უბრუნდებოდნენ ჩემ შემოქმედებაში, როდესაც მე უამრავი რამ მქონდა მაგის მერე გაკეთებული. ეს ერთი მხრივ მსახიობისთვის ცოტა საწყენი პოზიციაც იყო, იმიტომ რომ თეატრებში, როგორც წესი, ჟურნალისტები ნაკლებად დადიან და უყურებენ მხოლოდ ეკრანზე გამოტანილ მსგავსი სახის და მსგავსი ხარისხის შედევრებს, ხაზგასმით ვამბობ ამასაც. თუმცა ამისი პრეტენზია იმთავითვე მე გამოვხატე, რომ არ მექნებოდა რა კი ამ ფილმთან არანაირი შეხება, არანაირი კავშირი არ მექნებოდა. და არა დასმული კითხვა, რომ რა ქნა ეს გოგა პიპინაშვილმა დაწყებული გადაღების პროცესში თქვა უარი. ასეთი რამ არც ჩემი კოლეგებისთვის მიკადრებია და არც ვაკადრებდი, იმიტომ რომ ამ ფილმში მრავლად არიან წარმოდგენილი ჩემი მეგობრები და მათ არ უნდა ქონოდათ ეს შთაბეჭდილება და ეს წარმოდგენა ჩემზე, იმიტომ რომ ეს პირდაპირ მნიშვნელობით არის არაპროფესიული მიდგომა, მე თუ მკითხავთ საკუთარი საქმის მიმართ. როდესაც დაწყებულ სამუშაოში ამბობ უარს. მე არც დამიწყია ამაზე მუშაობა და კატეგორიულად დავაყენე საკითხი, რომ არანაირი შეხება გოგა პიპინაშვილს არ უნდა ქონოდა 20 წლის შემდეგ თუ ასე შემდეგ, რაც ქვია ამ ფილმს. რას გულისხმობთ? იცით რა, ეს არის რაღაცა გარკვეულწილად მაპატიეთ ასეთი გამოთქმისთვის, მაგრამ მაპროვოცირებელი კითხვა.
თქვენ ფიქრობთ, რომ მე შემიძლია რაიმე ზემოქმედება მოვახდინო მათზე, მე ვთქვი, რომ უბრალოდ დავსჯი ადამიანური პოზიციებიდან ბატონ ბეჟიტაშვილს და არც ერთ შემთხვევაში ბატონ ზაზა კოლელიშვილს. ამას რაც გულისხმობთ, ამას დაგიკონკრეტებთ. მე მგონი საქართველოში არსებობენ მსახიობები და პროფესიონალები და მაღალი რანგის პროფესიონალები, რომლებიც მომდევნო წლებში აღარ დაუშვებენ მსგავსი ტიპის დარღვევებს და არც ერთ შემთხვევაში არ მიცემენ ვაი პროდიუსერებს მსგავსი დაბალი ხარისხის პროდუქციის შექმნის საშუალებას. აი ეს არის ჩემი მიდგომა. ის რომ მე ეხლა ამის გულისთვის მერწმუნეთ რომ გამოვეკიდო გნებავთ ბეჟიტაშვილს და გნებავთ ზაზა კოლელიშვილს, ჩემს მეგობარს, არ იქამო, მე დავაყენე მოთხოვნა და თუ ამას არ გააკეთებენ, მიჩუქნია ჩემი ყველა პორტრეტი, თუ უნდათ ბავშვობის სურათებსაც მივცემ და ისინიც ჩასვან ამ თავის შედევრში. აი ეს არის ჩემი მიდგომა და მე მინდა ჩემმა მაყურებელმა, კონკრეტულად ჩემმა მაყურებელმა იცოდეს, რომ მე არანაირი შეხება ამ ფილმთან არც მქონია და იმთავითვე მქონდა პრეტენზია სცენართან, გადასაღებ თემასთან და მხოლოდ ეს იყო ჩემი უარის თქმის მიზეზი. ანუ შეთავაზება იყო მაინც ფილმში მიგეღოთ მონაწილეობა, როდესაც ნახეთ სცენარი, თქვით უარი. დიახ, შეთავაზება იყო, რა თქმა უნდა, ჩემსა და ზაზას შორის შედგა საუბარი. მოყოლით გადმოცემულ, ასე ვთქვათ, სასცენარო სინოფსისში იყო რაღაც მარცვლები, რომელსაც მე პრაქტიკულად გამოვეკიდე და რაღაც დეტალები არსებობდა, რომელიც მომწონდა, თუმცა სცენარი მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე ამომწურავად დამთავრებული და მაშინ დავით ბეჟიტაშვილს მოვთხოვე. თუ თქვენ ხართ პროფესიონალი პროდიუსერი, შესაბამისად დებთ ამ ნამუშევარში ფულს, თქვენ უნდა გაცნობილი იყოთ კონკრეტულ სცენარს და ამ სცენარის მიხედვით გადასაღებ ფილმში უნდა დებდეთ ფულს. შესაბამისად, მე მყავდა ჩემი იმპრესარიო და მივმართე ბატონ დავით ბეჟიტაშვილს, რომ უკვე არსებული სცენარი, რომელიც დამტკიცებული იქნებოდა მის მიერ, რომ მე აი ამას ვიღებ, ის მიეცა ჩემი იმპრესარიოსთვის გაეცნო ამ სცენარის, ეს სცენარი და შემდეგ ჩემი იმპრესარიო გადაწყვეტდა მისი კლიენტი, დავარქვათ ასე, მიიღებდა თუ არა მსგავსი ტიპის ფილმში მონაწილეობას. პირველი გვერდის წაკითხვისთანავე მე გეუბნებით ამას ხაზგასმით, ვთქვი უარი. რამდენიც არ უნდა ეწვალა ჩემს იმპრესარიოს, მიუხედავად იმისა, რომ მასთან ოფიციალური და სერიოზული ხელშეკრულების ფორმები მქონდა გაფორმებული, მე გამოვაცხადე კატეგორიულად, რამდენიც არ უნდა გადაეხადათ ჩემთვის, მე ამ ფილმში არ მივიღებდი მონაწილეობას. მარტო იმიტომ, რომ ეს არ იყო იმ ისტორიის გაგრძელება, რომელიც იყო პირველ ფილმში. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და შესაბამისად მე მქონდა უფლება მეთქვა სამუშაოზე უარი. ეს არის და ეს. აი, როდესაც მე გავიგე, რომ თურმე გრიმსაც კი იმ ფოტოს მიხედვით იკეთებდა მსახიობი, ამ შემთხვევაში ჩემი მეგობარი ზაზა კოლელიშვილი, სწორედ მაშინვე დაუკავშირდი ბატონ ბეჟიტაშვილს და უთხარი, ძალიან გთხოვთ, ჩემი შეხება ამ ფილმთან კატეგორიულად გთხოვთ, არანაირად არ გამოიყენოთ. მაგრამ მთელი პიარი ფილმის გადაღებისთანავე აგორდა სწორედ გოგა პიპინაშვილზე. რო კითხოთ იურიდიულად ის თავს იმართლებს, რომ არც ერთ ტელეგადაცემაში მას ჩემი სახელი არ უხსენებია, თუმცა ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მაყურებელი შესულიყო შეცდომაში, ეფიქრათ იმაზე, რომ მე ვიქნებოდი გამგრძელებელი კონკრეტულად აი ამ როლის და ამ ადამიანმა სწორედ აი ამ ავანტიურით ნახა არაჩვეულებრივი მოგება. გაუმარჯოს ღმერთმა, ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას. ამ ფილმთან არც მქონია და არც მაქვს შეხება და ჩემი მოთხოვნა, რომ ამოიღონ ფილმიდან ჩემი ფოტოები, რომელიც არანაირ ღირებულებას, ასე ვთქვათ, არ წარმოადგენს. არანაირად, არც დაკნინდება და არც არაფერი არ შეემატება, იმით რომ ჩემი ბავშვობის სურათებიც მიამატონ თუ დაჭირდებათ ეგ რა.
ასე თუ ისე მაინც მიმდინარეობს საუბარი და ლაპარაკობენ თანხაზე, იმ თანხაზე, რომელიც თავიდან დასაწყისში იყო საუბარი, რომ თქვენ გათამაშეთ. აი რა თანხაზე იყო და რა მოლაპარაკებები იყო ამ დროს? იცით რა, თანხის დასახელებისგან მე თავ შევიკავებ, იყო იქ რა თქმა უნდა მაღალ ტარიფზე ლაპარაკი, იმიტომ რომ კატეგორია, რომელსაც მე მივეკუთვნები როგორც პროფესიონალი მსახიობი, ითვალისწინებს არა იმ მდარე ასე ვთქვათ არ მინდა ვიხმარო